სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქ ახლაც მოდიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ლიდერები და ბუნებრივია ეს შეხვედრა შეეხება ხვალ დაანონსებულ აქციას 31 მარტს საღამოს 8 საათზე, როგორც ვიცით, რუსთაველის გამზირზე არის დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქცია. ეს აქცია ბუნებრივია რამდენიმე ფაქტორის გამო არის მნიშვნელოვანი. სალომე ზურაბიშვილი გეგმავს რომ მიმართოს საზოგადოებას, ბუნებრივია დღევანდელი შეხვედრაც მეწილად ამ მიმართვას შეეხება. ოპოზიციურ პარტიებთან ერთად სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ მსჯელობს ერთიანი სტრატეგიის და ხედვის შესახებ, რომელიც ხვალ უნდა გააცნონ ხალხს. აქ მოსულები არიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ისინი საუბრობენ ერთიანობის აუცილებლობის შესახებ, გეგმის შესახებაც, რომელიც უნდა წარუდგინონ საზოგადოებას. რამდენიმე წუთის წინ მაგალითად ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მოვიდა ამ შეხვედრაზე, რომელმაც გითხრა რომ ის აქ იმყოფება იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილს გადასცეს სინდისის პატიმრების ოჯახების დანაბარები და ჩვენმა მაყურებელმა წინა გამოშვებაშიც მოისმინა ამ გზავნილების შესახებ. სინდისის პატიმრების ოჯახები ახლა ყველაზე მეტად ელოდებიან კონკრეტული გეგმის გაცნობას, როგორ წარმოუდგენია პოლიტიკურ სპექტრს სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციას, ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და რაც მთავარია, უმოკლეს ვადებში უკანონო დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. როგორც უკვე გითხარით, შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ჩვენ ახლა ველოდებით ასევე სხვა პარტიის წარმომადგენლებსაც, მათ შორის ძლიერი საქართველოს ლიდერები მოვიდნენ ახლა აქ, მათ კომენტარებსაც შემოგთავაზებთ. გეტყვით რომ სალომე ზურაბიშვილი მიმართავს ხვალ საზოგადოებას, ამის გამო არის აქ დიდი მოლოდინი. აინტერესებს ყველას რა სიტყვის მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ევროპიდან, ბალტიის ქვეყნებში გამართა მან შეხვედრები და სწორედ ამ შეხვედრების შემდეგ იმართება უკვე შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან. საინტერესოა მისი გზავნილები დასავლეთიდან როგორი იქნება, რა განცხადებები, რა დანაბარები ჩამოიტანა მან ევროპული ქალაქებიდან და მეორეს მხრივ საინტერესო იქნება ის გეგმა, რომელსაც ოპოზიცია შესთავაზებს სალომე ზურაბიშვილს. აქ ერთიანობაზე საუბრობენ ყველაზე ხშირად პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ამბობენ რომ ეს არის გამოფიტვის ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ. როგორც თავად ამბობენ, არ უნდა იყოს მოლოდინი რომ ეს ბრძოლა დამთავრდება ერთ ან ორ დღეში, ეს არის განგრძობადი ხასიათის ბრძოლა. გამოფიტვით უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი და ასე უნდა აიძულონ მოკლედ რეჟიმი რომ რაიმენაირად უკან დაიხიოს. ძლიერი საქართველოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მოვიდა ახლა სალომე ზურაბიშვილის ოფისში, მას დაუსვამთ კითხვებს. მოგესალმებით ბატონო ბადრი, აქეთ მობრძანდით. გითხარით დღევანდელი შეხვედრის შესახებ, თქვენ თუ გექნებათ რაიმე გეგმა, რომელსაც გააცნობთ სალომე ზურაბიშვილს, ან თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ის რას გეტყვით თქვენ? გეგმა ხო ყველას ერთი გვაქვს. გეგმა არის ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ქვეყნის დაყენება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ეს არის გეგმა. რაიმე ახალი ამ მხრივ ცვლილება არის გეგმა, ამიტომ ხვალინდელი დღე არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების დღე, 34 წელი სრულდება და არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ასევე პროტესტისთვის მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ არის ეს სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ნახეთ, დღეს მაგალითად ჩვენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს ვესაუბრებით, მათ მშობლებს და ისინი ამბობენ რომ ელოდებიან პოლიტიკური წრეებისგან კონკრეტულ გზავნილებს. აი ამბობენ რომ დღეები გადის, მათ შვილები არიან ციხეში და ამიტომ აქვთ მოლოდინი რომ ხვალ უფრო რაიმე ხელშესახებს ახალს გაიგებენ. უნდა გქონდეთ მათ ამის მოლოდინი, აი როგორ ფიქრობთ თქვენ? იცით, პროტესტი არის ერთადერთი სწორი გზა იმისათვის რომ მივახციოთ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. ამიტომ ამ თვალსაზრისით ცვლილება არის გეგმა. პროტესტი უნდა გაგრძელდეს, პროტესტი არის ქუჩაში, პროტესტი არის ყველგან, ხედავთ, არა მხოლოდ თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და ამაში უნდა გქონდეს კოორდინაცია მაქსიმალური. მადლობა ძალიან დიდი. ბადრი ჯაფარიძეს უსმენდით, რომელიც ახლა შევა შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ახლა შეგვიძლია იმ პოლიტიკოსების კომენტარები მოვისმინოთ, რომელიც ამ შეხვედრას უკვე ესწრებიან. მოსვლის ერთადერთი მიზანი არის სწორედ ეს, რომ
პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების დანაბარები გადავცე სალომე ზურაბიშვილს. ეს არის რის გამოც მე დღეს მოვედი, იმიტომ რომ ამ ადამიანებს კონკრეტული მოლოდინები აქვთ, მოლოდინები მათ შორის 31 მარტთან მიმართებაში და მეც მიმაჩნია, რომ მთავარი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ჩვენც პოლიტიკოსებს და განსაკუთრებით რა თქმა უნდა ადამიანს, რომელიც ერთგვარ კონსოლიდატორად უნდა ყოფილიყო ამ პროცესების განსაკუთრებით ხვალინდელი დღისთვის, გაგვაჩნია სწორედ ამ ადამიანებთან, მათ ოჯახის წევრებთან. ხვალინდელ შეკრებას აქვს კონკრეტული კონტექსტი, რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიული დღე, რეფერენდუმის დღე, ამასთანავე კონტექსტი არის ის, რომ გარკვეული ხედვა მომავლის ჩვენ პოლიტიკურ აქტორებს გვაქვს ვალდებულება, რომ ეს ხედვა ვაჩვენოთ, რა თქმა უნდა, ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს, რომ ხვალ ყველაფერს ვიტყვით, რაც აბსოლუტურად რეჟიმს თქვათ დაასრულებს, ამაზე ესეთ მოლოდინები ჩვენ ხელოვნურად არ უნდა შევქმნათ, ამასთანავე გარკვეული პოლიტიკური პროცესის ხედვა აუცილებლად ხვალ იქნება. თავარი რაც არის, ეს უნდა იყოს საპროტესტო აქციების გამოღვიძების დღე, რომ საქართველოს შიგნით ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ და ჩვენმა პარტნიორებმაც დაინახო, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ ძალიან აქტიურად. სიახლეები, რა თქმა უნდა იყოს. ამას უკვე სალომე ზურაბიშვილი თავის გამოსვლაში იტყვის ხვალინდელ დღეს. მთავარია, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ გაცილებით უფრო კოორდინირებულად ერთად იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ. როდესაც ეს მნიშვნელოვანი თარიღია ხვალ 31 მარტი საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე, სიმბოლურიც და ძალიან ღრმაც. შესაბამისად, იქნება მსჯელობა ხვალინდელ დღეზეც, ბუნებრივია, იმ სათქმელზეც უნდა იყოს საზოგადოებისთვის, არის ერთიანობის არა მარტო ოპოზიციური პარტიების შორის, მე ვფიქრობ, საზოგადოებაც, ოპოზიციური პარტიების და ყველა ეს ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს უნდა იყოს დამოუკიდებელი თავისუფალი ქვეყანა და ამისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს ყველასთვის. კოორდინაცია პოლიტიკურ ძალებს შორის არის ჩვენი ვალდებულება და ჩვენ მონაწილეობთ ყველა იმ საკოორდინაციო ფორმატში, რაც გვაქვს. ხვალინდელ შეკრებას მე უფრო ვუყურებ, როგორც ჩვენი პირობის განახლების შეკრებას, ჩვენი სოლიდარობის კიდევ ერთხელ დემონსტრაციის შეხვედრას და იმის დასტურს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ იმ ბრძოლას, რომელშიც ჩავებით ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენი მთავარი საქმე, რაც ახლა უნდა ვაკეთოთ, არის ის, რომ ჩვენ გქონდეს კარგი სტრატეგია და კარგი ხედვა. დაკვეთა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, ეს გულისხმობს ოპოზიციური სპექტრის ერთიანობას და ერთიანობით ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ. ბუნებრივია, ამ დაკვეთაში იგულისხმება სინდისის პატიმრების დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება. რა არის მთავარი სათქმელი პოლიტიკური სპექტრის საზოგადოების? ამას ჩვენ გავიგებთ ხვალ საღამოს 8 საათზე. ხვალ სწორედ არის რუსთაველზე ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია. დაგეგმილი რამდენიმე გარემოების გამო არის ეს დემონსტრაცია მნიშვნელოვანი. მათ შორის დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის მიმართვა საზოგადოებისადმი. მადლობა გუგა პირდაპირ ეთერში გუგა არჩვაძე საუბრობდა.